გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა დღეს ქართულ და უკრაინელ ტუროპერატორებს შორის. ორი ქვეყნის ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლებმა ერთმანეთს საკონტაქტო ინფორმაცია გაუცვალეს. უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული 20-მდე ტუროპერატორი საქართველოში 1 აპრილს ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში მათ დაათვალიერეს ქალაქი, გაეცნენ რეგიონის სასტუმროებს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ისინი ქალაქის სხვადასხვა ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ და ქართულ სამზარეულოს გაეცნობიან. უკრაინელი სტუმრების ვიზიტი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით განხორციელდა. ტურიზმის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ვიზიტის მიზანი რეგიონის პოპულარიზაცია და ადგილობრივი ტურისტული სააგენტოების ხელშეწყობაა. დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინა ერთ-ერთი დიდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს, საიდანაც ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. შემოდგომამდე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სხვადასხვა ქვეყნიდან 20 ტუროპერატორის ვიზიტს გეგმავს. რეგიონი მასპინძლობს 20 უკრაინელ ტუროპერატორს, რომელთანაც შეხვედრა გაიმართა ადგილობრივი სააგენტოების მონაწილეობით. მოგეხსენებათ, უკრაინის ტურისტული ბაზარი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ტურისტული ბაზარი ჩვენი დეპარტამენტისათვის. ჩვენს ტუროპერატორებს, რა თქმა უნდა, საშუალებას მისცემს დაამყარონ უფრო მეტი კონტაქტები უკრაინელ კოლეგებთან და შესაბამისად შექმნან სხვადასხვა შეთავაზებები და შემოიყვანონ უფრო მეტი ტურისტი რეგიონში. ეს შეხვედრა დაგვეხმარება მეტი კონტაქტის მოზიდვა, მეტი შესაძლებლობას მოგცემს, რომ მეტი ტურისტი მოვიზიდოთ საქართველოში. ვესაუბრეთ უკრაინულ ოპერატორებს და როგორც გამოჩნდა, რომ ძალიან დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ, ანუ კერძოდ აჭარის მიმართ და ველოდებით ძალიან დიდ ტურისტებს.